სფინქსის და საერთოდ პირამიდების შესწავლის შედეგად მეცნიერებმა წვიმის ეროზიის კვალი აღმოაჩინეს, რაც იმის მტკიცების საშუალებას იძლევა, რომ ეს ნაგებობები უფრო ძველი წარმომავლობის არის, ვიდრე აქამდე ითვლებოდა. საქმე იმაშია, რომ ეგვიპტის კლიმატი ისეთი, როგორც ის ამჟამად არის, უკანასკნელი 10,000 წლის მანძილზე თითქმის არ შეცვლილა და წვიმა ამ რეგიონში არც ისე ხშირად მოდის, რომ რაიმე სახის ეროზია გამოიწვიოს. ამ შეხედულების გამო შეგვიძლია ვთქვათ, რომ 10-12,000 წლის წინ პლანეტაზე ტექნოლოგიური თვალსაზრისით მაღალ განვითარებული ერი ცხოვრობდა და არა ნადირობით და შემგროვებლობით დაკავებული ჰომო საპიენსი. ტექნიკის არსებობა კი ელექტროდენის არსებობას მოითხოვს და დღეს მეცნიერების ერთი ნაწილი თვლის, რომ პირამიდებს ადრე ენერგოობიექტების დანიშნულება ჰქონდა და სამარხების ფუნქცია მოგვიანებით მიიღო. როგორც ამბობენ, ისინი ელექტრომაგნიტურ იმპულსებს დღესაც ასხივებენ, რომლის დაფიქსირება ნებისმიერი მგრძნობიარე ხელსაწყოს საშუალებით არის შესაძლებელი. სწორედ ამის გამო პირამიდების თავზე 100 მეტრის რადიუსში ფრენები აკრძალული არის. დღეს მეცნიერები თვლიან, რომ პირამიდები ენერგომიმღების ფუნქციას ასრულებდნენ. ამასთან ენერგორესურსებს მხოლოდ ერთი წყაროდან კი არა, სხვადასხვა სისტემიდან იღებდნენ. დამტკიცებულია, რომ ყველა პირამიდა რომელიმე თანავარსკვლავედზეა ორიენტირებული და იმის გათვალისწინებით, რომ კოსმოსური ობიექტები გამუდმებით ადგილს იცვლიან, რაღაც მომენტში ენერგონაკადი შეიძლება შესუსტებულიყო, ან საერთოდაც გამქრალიყო. ხოლო პლანეტა ელექტროენერგიის გარეშე რომ არ დარჩენილიყო, იმ პირამიდებში, რომელშიც ენერგონაკადი სუსტდებოდა, ენერგიის გადაკაჩვა სხვა პირამიდებიდან ხორციელდებოდა. შესაძლებელია სწორედ ეს იყოს იმის მიზეზი, რომ პირამიდების მნიშვნელოვანი ნაწილი პოლუსებიდან თანაბარი მანძილით არის დაშორებული და თითქმის ერთ ხაზზეა განლაგებული. პირამიდებში კოსმოსიდან წამოსული ენერგიის ნაკადის გენერირება ხდებოდა, ხოლო დედამიწის მაგნიტურ ველთან ურთიერთქმედებით და ისეთივე ქსელის შექმნით, როგორც თანამედროვე ფიჭურ კავშირს გააჩნია, ელექტროენერგია დედამიწის მთელ ზედაპირზე ნაწილდებოდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმ ეპოქაში დენი უკაბელო იყო, ისევე როგორც დღეს ინტერნეტია. ის სხვადასხვა სახის ტექნიკისთვის ენერგიის წყაროს წარმოადგენდა, მათ შორის საფრენი ობიექტებისთვისაც და ამ ვერსიის არსებობა ნამდვილად არ არის საფუძველს მოკლებული, რადგან ძველ ინდურ ტრაქტატებში, მაჰაბჰარატასა და რამაიანაში, სადაც მოქმედება 1,200,000 წლის წინ ვითარდება, მფრინავი მანქანები არაერთხელ არის ნახსენები. ამის გარდა მფრინავი ობიექტების გამოსახულებები დღემდე შემორჩენილია აბიდოსის ტაძრის კედელზე და პერუს პირამიდებზე. ხოლო სამხრეთ აფრიკაში ასევე ნაპოვნია თვითმფრინავის ფორმის ოქროს ფიგურები. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.